ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ სანიაღვრე გაკეთდეს. იმიტომ რომ სახლი მენგრევა. ეს ახალციხის სოფელ მუგარეთში ლომიძეების საცხოვრებელი სახლია. კადრებში ხედავთ რა მდგომარეობაშია იატაკი და არა მხოლოდ. მასთან ერთად საცხოვრებელ სახლში ნესტისგან დაზიანებულია და დაბზარულია კედლებიც. ოჯახში გვეუბნევიან, რომ სახლის დაზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის სანიაღვრე არხი, უფრო სწორად მისი არქონა. ნალექის შედეგად დაგროვებული წყალი პირდაპირ ეზოში ჩაედინება და სახლს ეტაპობრივად ანადგურებს. საიდან მოდის ეს წყალი? წყალი მოდის წუნწუხი, მოდის ბოსლიდან, გამოსული წყალი. გზები რომ არასწორად არის უკვე და აიყარა და თუდად არის არა, იმიტომ და აწვება და შემოდის პირდაპირ სახლთან და ბუჭდება. სანიაღვრე უფრო ძობია რა ქონათ აბა ჩვენ ხო ხალხი ვართ არა. ლომიძეებმა სოფელში სანიაღვრე არხის მოწყობის საჭიროებაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუგარეთში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. პრობლემა პრიორიტეტებშიც დასახელდა, თუმცა მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით, ისევე როგორც სოფელ კლდეში, აქაც სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია არჩიეს. სამი წელიწადია ბიჭო, სამი წელიწადია სანიაღვრე ვერ გააკეთეს 10 მეტრი მაინც ჩააგდო შესახვევი. ეს რო შეაშენ. ვარი? აქამდე რო გაკეთეს. რამდენი წელია? წყალი რო შემოიყვანეს, მე ასე დადგა გზა. რამდენი წელია და მაგითო. არის 3 წელიწადი 4. 3 და 4 მეტი არა? არა. მაგრამ მაშინა გზა რომ მოხეშა მედიქიძემა ასე იყო, ზედამხანზე ქონდა დახანება იმასა. წასა სანიაღვრე, ზედამხანზე იყო. ახლა წყალი რო გამოიყვანეს არა? რო ჩაყარეს ეს შრანგები ჩემ ხარეს ჩაყარეს ქნო ხარეს. ახლა ასე დადგა, მოდის მეზობლია, წუხი და პანჯრადი არის ამოსული. რო წვინს არა? ხო. მეზობელსა ბოსელია ჩემს იქიდან. ზის პირას არის ის ბოსი. ეს წუხი გამოდის და მოდის ჩემ ეზოში. სოფელ მუგარეთისთვის პროგრამის ფარგლებში 12,000 ლარია გამოყოფილი, რომელიც, როგორც მუნიციპალიტეტში გვეუბნევიან, საჭიროებისამებრ შესაძლოა 36,000-მდე გაიზარდოს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ახალციხის მუნიციპალიტეტში 6 თებერვალს დაიწყო და 24 თებერვლამდე გაგრძელდება.